გაიაფთავეს პროდუქტებიო. ოცნება ამბობს. არა, თენ გაიაფთებული არა. არ იაფთება საკუთარ პროდუქტები. პირიქით ემატებოდნენ. დირექტორი კობახიძე ამბობს, რომ უკვე დაწყებულია ფასების კლების ტენდენცია, ოცნების სახეები ლაპარაკობენ, რომ უფრო ნაკლები უჯდებათ, ფეროთ უფრო ნაკლები უჯდებათ საკუთარ პროდუქტების შეძენა. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? არა, ფასები არ არის აკლებული, პირიქით აწეულია. არაფერი არ დაიკ. არ გაქვთ იმოდი რომ დაი. რატომ არ გაქვთ ეს მოდი რომ დაი? ადრე რატო არ გააკეთე ამ წელს განმავლობაში? კომისიების შექმნა გამოძიება თქვენ ფიქრობთ რომ ამის შედეგი ვერ იქნება ფასების დაკლება? არა, მე ამჯერად სპას რა ვიცი გამაჯერა. კობახიძე რასაც ლაპარაკობს სამწუხაროდ არაფერს არ იჯერა. რა თქმა უნდა, კლება არ იქნება, პირიქით როგორც ჩანს უფრო მატება იქნება ფასების. ყალბია ყველაფერი, რა გითხრათ ახლა. ეს დიდ მარკეტებში არის ხანდახან ნორმალური ფასდაკლება და ეს ეხლა თვითონ როგორ რა მიყავთ რანაირად ამას მე თქვენ ვერ გეტყვით. არ ვიცი. მე არ მჯერა რა და ძალიან გული მწყდება რომ ასეთ მდგომარეობა მტკივა საქართველოს, მტკივა მდგომარეობა, მტკივა ახალგაზრდები და ყველაფერი მტკივა რაც ხდება საქართველოში. მართლა ყოჩაღი იმ ხალხს ვინც დგას. და ებრძვის. სამწუხაროდ მე აქ ბათუმში ვერაფერს ვერ ვახერხებ. ძალიან გული მტკივა. ვინც დგას საპროტესტო აქციებზე? საპროტესტო აქციებზე. და ვინც ინდისის პატიმარია? ინდისის პატიმრებზე მაგ ლაპარაკი მტკივა როგორც ჩემი შვილები. ძალიან გული მტკივა. ვერ ვიხარებ ვერაფრით. რაც არ უნდა კარგი ხდებოდეს ახლა ჩემ ცხოვრებაში. იმიტომ რომ საქართველოს ავად არის. ახლა სამართლებრივ ვერ შეხვალ. თეთრთა ვერ შეხვალ. ხო ვერ შეხვალ. რომ თუ არ გაქვია, წადი მოგწეო გეუბნებიან. ოცნებამ ბევრი რამე სიკეთე გააკეთა. ბევრი რამე. მაგალითად ყველაფერი ჩემ წინაშე ხომ მე რომ რაც იმავთობი, მე ძალმადლიერი ვარ. რაც ხავთხოვე შემისრულეს. თუ ქვეყანას პრობლემა აქვს ამ მაშინ რა გამოდის? მე არ ვიცი შვილო რა ვთქვა. დირექტორი კობახიძე ამბობს, რომ დაწყებულია უკვე ფასების კლების ტენდენციაო. მე პირიქით ვფიქრობ, უფრო გაძლიერებული არის და ქართულ ადამიანზე მორგებული არა. გაქვთ მოდივი რომ შეიძლება გაიაფთეს ეს პროდუქტები, თქვა უკვე დაიწყო საგამოძიებო კომისია მუშაობა პარლამენტის. არა მოგწონს. რატომ? ნუ ცხოვრება ისე რთულდება, მაინც რა ვიცი, პენსიონერებს მოგვიმატეს 20 ლარი და ეს საკმარისი არის. გული მწყდება რომ ჩვენც ადამიანები ვართ. აი როგორ ფიქრობ 16,000 ლარია ხო უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ან პრეზიდენტის ხელფასი? მე მაინტერესებს ხოლმე რომ სადმე აქვს ამდენი თანხები, რას უშვებიან ამდენი თანხები. ჩვენ თუ 300 ლარი და 400 ლარი საკმარისია ჩვენთვის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. ისინი ამდენი თანხებს რას უშვებიან? მშიერი ადამიანები გყავს, როცა სანაგვეში ეძებს ადამიანის საკვეთს და ყოველდღიური თავი გაიტანოს. ხო, ცოტა სიცხილი ხომ არ არის მაგდენი ხელფასი თითოეული მათგანისა. ჩვენი ქვეყანა საერთკენ მიდის თქვენი აზრით? არ ვიცი, მეც მაინტერესებს. ანუ სწორი გზით ვითარდება თუ არა? არ ვიცი. გაიაფთა უკვე საკუთარი პროდუქტები ოცნების. და ისე გაიაფთა, რომ ეს სულ ვერ ვზიდულობ ისე მიმაქვს სახლში. კი, მათთვის როდის იყო ძვირი რამე. ხილს რომ ვერ იყიდი საქართველოში, ხილს. აი ბალი, მარწყვი, ის არა ქვიან, მოცვი, ის რო არის კიდე მაყბალი. ნუ შეიძლება ვაშლი იყიდოს საცხა, რაცხა შეგხდეს იქნება მეორადი ვაშლი, როგორც მეორადი ტანსაცმელები. ანუ პენსია მისთვის არ არის საკმარისი რომ აი საკმა რას ლაპარაკო. ნუ ახლა თუ სული არ მოგხდება თლა და ჩაის დალევა. უშაქროს. მაშინ იცხოვდნენ. მეფენიც კი დადიოდნენ გადაცმულები და ხალხს ესაუბრებოდნენ და კითხულობდნენ თუ კიდეც აი ოჯახებში შემოვიდნენ და ნახოთ ჩვენ რომ ლაპარაკობთ იქნება ვიტყუებით. გააღონ კარები შემოვიდნენ ოჯახებში ნახოთ რითი ვართ დატვირთულები, რა ცხოვრებით ვართ, როგორ ცხოვრობ. იქნებ ვიტყუებით ხო? აი ოცნების ერთ-ერთი პროპაგანდისტი წერდა რომ მე თვითონ უკვე მაღაზიაშიო 250 ლარით ნაკლები დამიჯდაო საკუთარ პროდუქტების შეძენა კვირაშიო. აი რა შემიძლია. მანახეთი ვინ იყო მაი და რა დუჯდა და როგორ ცხოვრობ. მივალ ერთი მის სახლში და შევიხედავ და როგორ და რა ხელფასი აქვს და რითი ცხოვრობ და როგორ ცხოვრობ. ანუ იგივე ფასებია თუ გაძვირდა პირიქით, თქვენ რას ფიქრობთ? ყოველ შემთხვევისთვის გაიაფება არაფერზე არ არის. ადვილი ცხოვრება არ არის. პენსიონერს 1000 ლარზე ნაკლები არ უნდა ქონდეს.
ბანკში რომ მივედი, რატომღაც მეგონა დაგვიმატენ 400 ლარი. ვაიმე, რა ბედნიერი ვიყავი, იცი, აი ახლა ნამდვილად მეყოფ, ახლა ვიყოფინებ რა, ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ ასაკის ხალხს უკვე ტანსაცმელები, ფეხსაცმელები რაღაც გვანდა. მთავარია ჩვენ ახლა საჭმელი სითბო, ან სითბო უნდა მოიკლო, ან საჭმელი უნდა მოიკლო, ან რაღაც უნდა მოიკლო. ხო და ვიფიქრე ახლა რაღაცნაირად გავიტანთ თავს მეთქი და მიხარო და მივედი ახლა იმაში რა ქვია, ეს არის ანეკდოტი. იმასან რა ქვია ოპერატორთან. ხო და ამოვყარე ბიჭო 495 აი 495 აი ის 5 ლარის რა იყო აი ის 5 ლარის ხო და ვაიმე დაუძახე დამხმარი და ვაიმე გოგონა მე ვთხარი ეს არ არის სწორი მეთქი რამდენი უნდა გქონდეს 1000-მდე გავგიჟდი გოგო გაჩიჩინებულ ქაბატონო არაო 40 და 20 ლარია მომატებული მე იქ ისტერიკა მithara მე იქ მაგენი წევლე არადარა დამალოციე თავი რატომ აწევლინებ თავი რატომ საქართველოში ხელი ვერ უნდა ვიყიდო ჩვენ უკვე ხორცი აღარ ალაპარაკი პრეზიდენტის პრემიერის ხელფასი უკვე გახდა 16000 ლარი, გაიზარდა 1400 ლარი. აი მე ყველაფერს ნომალაპარაკი საკმარისია ეს ხელფასი თქვენი აზრით იმისთვის, რომ თქვა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა, ოცნების პრეზიდენტმა შეასრულოს კეთილსინისიერად თავისი ვალდებულებები. მე კიდე რა მიყვარს იცი? რომ შეიცვალოს მთავრობა უკეთეს ნუ თუ ყაველაშვილზე მეტი ჭკვიანი საქართველოს ახალგაზრდა დაქცეულა ჩვენი ქვეყანა წასულა მიწაში თუ ჩვენ მეტი უკეთესი ჭკვიანი არ ყავს ვინმე არ ვიცი მე ამას მაგათ პირშიც ვეტყვი რომ შემხდენ სადმე ეს მე სათქმელი მქონდა პროდუქტები იაფთებაო მთავრობა ამბობს ოცნების მთავრობა ჩვენ ამ მთავრობას კითხეთ მთავრობა ხომ ცოტა ხوار ძინავს უბრალოდ ძინავს გონია ან ლამენტარი გაიჭოთო დაწყებულია უკვე ფასების კლების ტენდენცია კობახიძე ამბობს ეს რაფერი უნდა თქვა ეგეთი ანუ ტყუილია არ გჯერათ კობახიძის დაპირების რომ აი შემცირდება კობახიძის როგორც ახალგაზრდა კაცს გარკვეული პატივი ჩვენ მაქვს იმას მაგრამ ძალიან ბევრი ცნობაში ცოტა უნდა დაფიშმანდეს ჩვენ გამოსავალი არ აქვს აი ოცნების სახეები წერენ Facebook-ში რომ გაიაფთა უკვე საკუთარ პროდუქტებიო 250 ლარით უფრო ნაკლებს ხარჯავთ კვირაში უბრალოდ შეიარეთ და ნახავთ იმ კომისიაში მაძღარი ხალხია და არ აინტერესებს კაიგე წარმოიდგინე კაცი როდესაც მაძღარია კაიგე იმას არ სხვა გონია რომ ვის მაძღარია მაგრამ ეს ასე არ არის რა გამოდის რა აინტერესებს კობახიძეს და ქართულ ოცნებას სკამი რა აინტერესებს ის ელემენტარული ვარიანტია რა გაიზარდა პენსია 20 ლარით და ამ დროს ხელფასები გივე პრემიერის პრეზიდენტის გაიზარდა 1400 ლარით უკვე პრეზიდენტის ასევე პრემიერის ხელფასი არის 16000 ლარი ხო ეს რა საკმარისია ეს ხელფასი პრეზიდენტისთვის ან პრემიერისთვის საქართველოში საერთო აზრია ყველა მოქალაქისა რომ უბრალოდ ეს არის ზედმეტი ეს არ შეიძლება ეგეთი ასე რაფერ შეიძლება გაცნეს აზია რა არ შეიძლება რომ ამდენი მისთვის მოიმატოს და ჩვენ 10 ლარი და 5 ლარი საღა დაიმატოს კაცო 500 გავხარე მინისტრების ხელფასი უკვე გახდა 14400 ლარი მათი ხელფასები გაიზარდა 1260 ლარით თამაზაშვილის კოტაჭერის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასიც გაიზარდა 1090 ლარით და არის 13600 ლარი. აჭარის პროკურორის ხელფასი გახდა 9000 ლარი. გენპროკურორის ხელფასი გახდა 10610 ლარი. მან უნდა გააკეთოს თვითონ კომისიის წევრმა. წაიღოს უნდა 200-300 ლარი, აი თვის ხელფასია თვის პენსია. შევიდეს უნდა ყველაზე იაფი მაღაზია რა დაუშვა. რო იძახიან ხოლმე ორ ნაბიჯი და რაღაცები რო. შევიდეს უნდა იყიდოს და გამოვა და მიხვდება. ეს ელემენტარული რაღაცა, ამდენი წვალება რა თუნდა, ამდენი კომისია რა თუნდა, ამდენი ფულის ხარჯვა რა თუნდა. ეს ხო ის არაა რაღაცა უბრალო საქმე, რომ ერთ საათში და ერთ კვირაში გადაწყდეთ. თავარია მომავალში დაიკლოს ფასები. ნელა ყველაფერი იქნება უცბად რა შედა ეხლა მაგი რომ მოგვარდეს მაგ პრობლემა. აი ეს ხელფასებს შორის ასეთი სხვაობა არის თუ არა თქოს მისაღები, თქვენ პენსია როცა გაიზარდა 20 ლარი. არა, მისაღები შუა, მაგრამ პარლამენტარები არც ერთი არა ვართ. გვაქვს ჩვეულებრივი ხელფასი მუშაობს. ვერც მადლობა
ვინც მუშაობს, შერი არავინ არ დადის. ვისაც მუშაობა არ უნდა, ის იძახის შეამშიაო, თორემ ვინც კი მუშაობდა, შენიერ კარგად თავარ. მისაღებია თქვა, როცა პენსია იზრდება 20 ლარით და პრემიერის ხელფასი ან პრეზიდენტის ხელფასი ბევრი რამე არაა მისაღები შუა, 16,000 ლარი. მაგრამ რა გავაკეთოთ ვითხარებ? გაიაბები რა ვიცი, რა მოგახსენო. მე მცენებლობას, არცენებლობა ხანაღაცა. ხელფასი მუშის უფრო უნდა გაიზარდოს, ვიდრე მაგენის ისე. პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზარდა 1400 ლარი და უკვე 16,000 ლარია მათი ხელფასი. რა ვიცი, მე 1000 ლარი მაქვს, ვინმე რამე არ გამიზარდა და სხვისი რა გითხრა. რომელი მთავრობა იყო ერთი მაქვს, მე რომ ჩვენზე ზრუნავდა. ისე ხალხმა თუ იზრუნა ერთმანეთზე, ისაა თუ არა მეტი არაფერი. და რადგან ხალხი მომიცა ოცნებას ხმა, ესე ყავდეს აი მთავრობა და რა ქნა. ყველაფერს აკლდება ცოტ-ცოტა. რამდენით გაიაფთა არ მაგალითად? ვიცი ახლა რამდენი გავხდა შეიძლება ლარი იყოს ან მეტი რა ვიცი აბა მაგენი რო არ ყოფილიყო დღეს შერი მოგდებოდი პენსიონერებს რომ დაუმატა ძალიან კმაყოფილი ვარ მე მაგალითად 20 ლარი. რამდენი 20 ლარი. მაინც კმაყოფილი ვარ ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ რაც საჭირო, რაც შეგვიძლია თუ ისე გააკეთეს და იმოქმედებს ისე როგორც საჭიროა, დაიკლებს რა თქმა უნდა, აბა. ან თქვენ ჯერ შემცირებული დამოკიდებული. შემცირებული ფასები არ დაგხვედრიათ ჯერჯერობით. მე არა, ასე არ შემინიშნავს ყოველ შემთხვევაში. აი მათი ხელფასები გაიზარდა წელს უკვე 1400 ლარით. 2026 წლიდან. მაგრამ გაიზარდა პენსიები, თუმცა 20 ლარით. აი ამაზე რას ფიქრობ? რა უნდა ვიფიქრო ახლა? ამ ფასებში და ამ სიტუაციაში 20 ლარი რას ნიშნავს? რამე მნიშვნელოვანია? არანაირად. რა? ჯერჯერობით არა, არც პენსია არა ხალხისთვის საკმარისი, არც ხელფასი არა საკმარისი ძირითადი მასისთვის ახლა ზოგიერთებს აქ ეს გამონაკლისი ახლა ეს ვიფიქრობ. მაგრამ ვიმეორებ იმედი მაქვს, რომ თანდათან ნელ-ნელა ნაბიჯ ნუ ნაბიჯ გავიდა უკვე რამდენი წელიწადი? უკვე მე-14 წელიწადია ოცნება. ახლა მე-14 პოლიტიკური სიტუაცია როგორაა დაძაბული, ირგვლივ მიმოვიხედოთ, აბა სადა ყვავილები. მე ოცნების ხარდაჭერი ვიყავი სულ და ახაც ვიყავი არჩევნებზე მაგას მივეცეთ ამ ბოლო არჩევნებზეც იყავით? რატომ დაუჭირეთ ხარი რა ოცნებ? ვიცი აბა ვიღაცას ხომ და დაუჭირო ხო რა თუ პარტია გატყუებთ არჩევთ თავის დანაპირებს არასრულებს. თუ არ გამოსწორდება რაღაცა ხო პენსიები გაიზარდა 20 ლარით. ხოლო იგივე პრემიერის ან პრეზიდენტის ხელფასი გაიზარდა 1400 ლარით, უკვე 16000 ლარია. საკმარისია ეს ხელფასი 16000 ლარი თქვენი აზრით, თქვენ პრეზიდენტისთვის, რომან კეთილსინდის ერთ შეასრულოს თავისი მოვალეობა. თქმა უნდა საკმარისია, არა საკმარისი. და ჩვენ 20 ლარი მე პენსიონერი ვარ. რატო არ უნდა იყოს? ჩვენ თუ 370 ლარი ყოფნის. მე მარტო ხელა ვარ ახლა, ძმა მყავდა გარდამეცვალა ვარ მარტო. და რის შეძენას ახერხებთ ამ თან? არა არის მეხმარება რუსეთიდან ნაცესრავები. მაგენისთვის იძლება ჩვენთვის რა არაფერ და პროდუქტები, თუმცა წამლები იყოს ცოტა დავაფასოთ. ამ პენსიონერებისთვის იყოს აფთიაქი, სადაც მივალ და თვეში ერთხელ შევიდეთ წამლებს. ანუ წამლებისთვის ახლა არ გრჩებათ თქვენი პენსიიდან. მე ახლა არც ვიცოდი შემთხვევაში ახალი აღმომაჩნდა და ავად ვარ და უკვე 500 ლარის წამალი ვიყიდე ჩვენ ახალში. მომახიზეს არაფერი არ გია. რატო? არა სულებს ისე. ხალხი არ აინტერესებს. რა ინტერესებს? რა ვიცი რა. ხალხისგან არა და მეტი რაფერი გითხრა. ძვირია, ყველაფერი ძვირია, ლუბოი მაშინ ძვირია, ყველაფერიაცაზე მივალთ. ანუ პირიქით ძვირდება ფასები და არ იკლებს, ხო? რა, სტორი და არ აკეთებენ სტორს. მოვა დრო მოსულია დროს. რისი დროა მოსული? მაგენი წასვლის.